რა ხდება ორგანიზმში, როდესაც იღებთ შაქრებს დიდი რაოდენობიდან, განსაკუთრებით თუ იღებთ თხევადი ფორმით. წარმოიდგინეთ ესეთ სიტუაცია, რომ ნორმაში თქვენ სისხლში, მამაკაცებში 5 ლიტრა სისხლი აქვს, ალბათონში 4 ლიტრა ნახევარი, ნორმაში თუ გაქვთ შაქრის ანალიზი, გლიკოზის ანალიზი გაიგეთეთ სისხლში, ხო, შეაჩი გლიკოზა და არის ნორმაში, ნიშნავს, რომ თქვენ მთელ სისხლში ცირკულირებს 1 კოვზი ჩაის კოვზი შაქარი, დაახლოებით რო წარმოიდგინოთ. და დაუშვათ, რომ იღებთ თხევადი ფორმით შაქარს, არა ვთქვათ პრივი, არა ვთქვათ პურფუნთუშეული და სხვა ფორმით, არამედ ვთქვათ სადღეგრძელო თქვი და დალიეთ ერთი ჭიქა, რომელშიც ვთქვათ ჩავთვალოთ, რომ 5-7 კოვზი შაქარი მაინც მიიღეთ და თან თხევადი ფორმით უცებ გადადის სისხლში. თუ დაუშვათ ეს სასმელი კიდე გაზიანია, ვთქვათ შამპანიური ლუდი, ის კიდევ უფრო დიდი სისწრაფით გადადის სისხლში და უკვე 15-20 წუთში სისხლში პიკს აღწევს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ნორმაში სისხლში არის 1 კოვზი შაქარი და ამ დროს უცებ 5-7 კოვზი დაამატეთ, ხო? ორგანიზმმა რაღაცა უნდა ქნას ეს შაქარი სადმო და წაიღოს, იმიტომ რომ დიდი ხიფათი იქმნება ორგანიზმში, ჭარბის შაქარი ქმნის სისხლის მიმოქცევის დაბრკოლებებს, რისკებს ზრდის და კუჭუკანა ჯირკვალი პანკრეასი გამოყოფს დიდი რაოდენობით ინსულინის ჰორმონს, რომელმაც ეს შაქრები უნდა აიღოს და სადღაცა წაიღოს. ნუ პირველ რიგში იწყებს უჯრედებში შეტენვას, სადაც შეძლებს განსაკუთრებით თქვა კუნთებში ცდილობს და სხვა ადგილებში, თუ არ გამოვიდა არაფერი და თან იმას, ვისაც ინსულინის რეზისტენტობა გაქვს, იქ საერთოდ უჯრედში ვერ შეაქ ეს შაქარი და იწყებს ცხიმებში ჩალაგებას, ეს კაი ვარიანტი და იწყებს იგი ნელ-ნელა ამ შაქრის დონის დაწევას და ამ დროს რა მოხდა? აიღე და მეორე სადღეგრძელო თქვით და დალიეთ მეორე ჭიქა. და ისედაც აი გაჭაჭული ორგანიზმი რომ აი და ის შაქრები სადღაცა შეეცადა რომ შეეტანა კიდე ახალი რაოდენობით შაქარი მიიღე და ასე გრძელდება, ვთქვათ, როდესაც სუფრასთან რამდენიმე საათი ბრძანდები და ვთქვათ, სადღეგრძელოზე იძახით. თუ ამას კიდე ბოლოში ვთქვათ, დაემატა იქ ტორტი, ნამცხვარი და ნუ ყველაფერი ეს წარმოიდგინეთ რა ხდება, ეხლა მინდა უბრალოდ წარმოიდგინოთ ორგანიზმში რა ხდება, რა მდგომარეობაშია ორგანიზმი და აი ეს ყველაფერი რას ქმნის. ნუ იქ რა ცვლილებები ხდება და რა არის ორგანიზმში, ამის ახსნა ეხლა დიდ დროს მოითხოვს. უბრალოდ აქვე გეტყვით, რომ ორგანიზმი ცდილობს ამ შაქრის ნაწილი ვთქვათ კუნთებში დაწვას და იმიტომ არის ვთქვათ, როდესაც კეიფობთ ხოლმე და თუ არის მუსიკა, ცდილობთ რომ იცეკოთ ხო ორგანიზმს გიბიძგებთ ამისკენ, რომ ამ ცეკვაში კუნთებში გადასული შაქარი ნაწილობრივ დაიწვება, თუ B1 ვიტამინის დეფიციტი არ გაქვთ. თუ B1 ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, მაშინ იწყებს ორგანიზმი ნერვული ქსოვილებიდან ამ დარეზერვებული B1 ვიტამინი, რომელიც ნერვულ ქსოვილს და ნერვულ სისტემას ჭირდება და იმის გამოყენებას, იმიტომ რომ წინამორბედ შემთხვევაში მიტოქონდრიას არ შეუძლია შაქრის დაწვა და იწყება უკვე იქ ნერვულ სისტემაში პრობლემები, იმიტომ რომ თქვა ნასვამ ადამიანს ან დიდი რაოდენობით შაქარ მიღებულ ადამიანს ატვაქვს, რომ აი ვისადილეო და მე მეძინებო, იმიტომ რომ რო დაიწყო ნერვული სისტემიდან B1 ვიტამინის გამოტანა, ნერვული სისტემა დეფიციტში ჩავარდა და ცდილობს თავი დაიცვას და იმიტომ ჭამის შემდეგ ვისაც ეძინება, ნიშნავს რომ ინსულინის რეზისტენტობა განსაკუთრებით დიდია. ან თქვა ნასვამ მდგომარეობაში და ასე შემდეგ. ანუ აგიხსენით, რომ ყოველი ულუფა გლუკოზის შაქრის მიღება და განსაკუთრებით თხევადი ფორმით კატასტროფას ახდენს ორგანიზმში და უბრალოდ დაფიქრდით რამდენად ღირს ეს ყველაფერი რატო არის, ადრე ვეუბნებოდი კი ბატონო ადამიანებს, რომ სპირტიანი სასმელი არ დალიო, ჯობია ღვინო დალიო, მაინც ეს ღვინის ქვეყანა ვართ ისე და ასე შემდეგ, მაგრამ არა, თურმე ჯობია რომ მიიღოთ ესეთი ფორმით სასმელი, სადაც არის მარტო სპირტი და ქიმიურად შაქრები არ არის. სპირტი იქაც და იქაც არის და არც ერთ ვარიანტში არ არის სასარგებლო, მაგრამ იქ თქვათ სპირტიან სასმელში, თქვათ კონიაკში, ვისკში ქემაინც შაქარი არ არის და ორგანიზმი მარტო ღვიძლი იტვერთება იმ სპირტით და ღვიძლი გადატვირთვით მუშაობს და როდესაც იღებთ ღვინოს, შამპანიურს, ლუდს და ასეთ გაზიან შაქრის შემცველ სასმელებს იქ გარდა ღვიძლისა მთელი ორგანიზმი გაჭაჭულია. აი წარმოიდგინეთ, რომ აწევინეთ 300 კილიანი გირი და ეს გირი გიჭირავ და ყოველი დაწევის მომენტში კიდე თავიდან აწევინებ. ეს არის საკმაოდ დიდი რისკები ხიფათი და ნუ ეს მინდოდა უბრალოდ ამეხსნა მექანიზმი, ბევრმა არ იცის, რომ თქვათ რა დროს რა არის პრობლემა ორგანიზმისთვის, თან მით უმეტეს თუ ატყობთ რომ რაღაცა ვერ ხართ ისე ორგანიზმი ვერ არის წყობში, მით უმეტეს ამ შემთხვევაში მოერიდეთ ისეთ სასმელებს და თანაც ალკოჰოლურ სასმელებს, რომელშიც განსაკუთრებით ბევრია შაქარი. ნუ აქვე იგივე შემიძლია გითხრათ, თუ სვავ დიდი რაოდენობით თქვა
ტკბილ გაზიან სასმელებს ლიმონას, კოკა-კოლას, შაქრიანს, ხო? იქაც იგივე წარმოიდგინეთ, რომ გაზიანი სითხეში შაქარი კიდევ უფრო ჩქარა გადადის სისხლში და აი წარმოიდგინეთ ლიმონათი ნახევარი ბოთლი დალიეთ და ნახევარ ბოთლში ლიმონადში არის დაახლოებით 30-32 კონსი შაქარი. როცა ნორმაში 1 გაქვს და რამდენიმე წუთში მიღებული 30-35 კოკა-კოლის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი შაქარი, წარმოიდგინეთ რა კატასტროფას იწვევს ორგანიზმში და რა ხდება თქვენ ორგანიზმში და რამხელა ძვრებია, რამხელა ამბებია და ორგანიზმი ბოლოს აღარც რეაგირებს, ვეღარ სხდებით, რომ ცუდია, იმიტომ რომ ორგანიზმი დაკარგული აქვს ამის უნარი, თქვენი ნერვული სისტემა გამოფიტულია B1 ვიტამინისგან და რეცეპტორები აღარ მუშაობს, რომ გაგაგებინოთ, რომ ძალიან ცუდათაა საქმე. და ბევრი სვავო და არაფერი არ მაწუხებს, ეს კიდე უარესი, როცა არაფერი, როცა ორგანიზმი ვეღარ გატყობინებთ, რომ პრობლემაა, ეს კიდე უფრო მძიმე მდგომარეობა. მინდოდა უბრალოდ ამეხსნა მექანიზმი, რამდენად მნიშვნელოვანია. ნორმაში 1 ჩაის კონსი შაქარი ცირკულირებს და ყოველი დიდი ულუფა მიღებული თანხევადი ფორმით, ეს არის კატასტროფულად დიდი რისკები. მადლობთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე იმედია, რომ აგიხსენით ის გასაგებად, რომ მიხვდებით, როდის რა გააკეთოთ და თუ ვიღაცა ამით თავს დაიცავს და გადაირჩენს თავს, მე ვიქნები კმაყოფილი. მადლობთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.